როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს გავშალოთ კლასიკურად. ფიქრი, გრძნობა და მოქმედება. ვნახოთ ერთი ზაფხულის ენერგიები შემოიჭრა და რა შეიცვლება, იმიტომ რომ ჩემი აზრით და დაკვირვებით ზაფხული ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ფაქტიურად ზაფხულში წესით ყველაფერი უნდა იწყებოდეს, მაგრამ ზაფხულში ყველაფერი მთავრდება, ან რაღაცა ისეა და ვნახოთ აბა ფიქრი გრძნობა და მოქმედება და რა თქმა უნდა, ყველაზე უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, ყველაფრისთვის, როგორც ყოველთვის მინდა იყოთ ყველა ბედნიერი და საუკეთესო ზაფხულს გისურვებთ. ნახოთ მისი ფიქრი. კონკრეტულად ფიქრი გრძნობა და მოქმედება იყოს, ვეცდები, რომ რაღაცა ზედმეტი კითხვები არ დავსვა, იმიტომ რომ მე მოსაწყენია ყურებაც. ფიქრი. ფიქრში რაღაცები ზედმეტია აშკარად. გრძნობა და მოქმედება. ვნახოთ საერთო ენერგია. საერთო ენერგია ესე იგი ვერ ისვენებს, ყველაფერი აინტერესებს შენზე. გიყურებს მაქსიმალურად, მაგრამ თავის ზღვარსაც იცავს. ისე ძალიან ჭკვიანი ტიპია მესაკუთრე. თუმცა ისეთი მოზარდის ენერგიები აქვს, რომ ზოგადად ამ ადამიანთან რაღაცა ამ ბოლო პერიოდებში მაინც ასია, რაღაცა რო ისაუბრო და რამე გააგებინოს, ძალიან რთულია და ვნახოთ აბა. თუ ტიპაჟურად შეიცანით? ძალიან, ესე იგი ერთი თასებია ამ არკანში და ისიც ისეთი თასია, რომ ჯობდა არ ყოფილიყო. მისი მთავარი ფიქრი. ძალიან გაღიზიანებული და გაბრაზებული ფიქრები აქვს. ხმლების მეფეს რო უყურებ, რაღაცნაირად მეც მინდა რომ ესე შეგხედოთ რა მისი სახის გამომეტყველებით. ამ ადამიანს აქვს თქვენზე ფიქრები, ნამდვილად, ოღონ გაღიზიანებული ფიქრები აქვს. გაღიზიანებული ფიქრი, იმიტომ აქვს თქვენზე აფიქრება, ეჭვიანობს, ყველგან და ყველაფერში გიყურებს, მაგრამ კვალს არ ტოვებს და რაც მნიშვნელოვანია მისთვის კვალი არ უნდა რომ დატოვოს, თუმცა ფაქტიურად გასულია ურთიერთობიდან, იმიტომ რომ ამ ადამიანმა გადაწყვიტა, რომ რაღაცნაირად თქვენ ერთი მიმართულებით არ მიდიხარ და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი მიმართულება. იცი როგორ შემოთავაზება აქვს? მე მინდა ასე, მე მაწყობს ასე, თუ გინდა გამომყევი. მაგრამ შენთვის რაღაცა შემოსათავაზებელი, შენ რა გინდა ამასობაში ჩემთან ერთად? ეს არა. და როგორც ჩანს უარი აქვს ან რაღაცა აქვს მიღებული, რაღაცა თქვენი აზრი გაქვთ თავისთავად და გაღიზიანებული და გაბრაზებულია, მაგრამ ყველაფერს უყურებს, ყველაფერი საქმის ყურშია. თქვენ ხომ მიეჩვიეთ უკვე, რომ მე ყველაფერს ისე ვლაპარაკობ, როგორც არის. ძალიან მინდა, რომ ყველაფერი კარგად გითხრათ, მაგრამ მე ვერ უყურებ, რომ ახლა ჯერჯერობით აი მოქმედებიდან გამომდინარე რაღაცა სიახლე და ახალი უნდა რამე შემოგთავაზოს, იმიტომ რომ მე მართლა ვერ უყურებ ასე. გარდა იმისა, რომ ინტერესია აქვს, ეჭვიანობა აქვს, მაგრამ თქვენთვის არაფერს მომცემი არ არის უბრალოდ. გადაწყვეტილება მიღებული და არ გინდა რაღაცა კარგად იყავის თემა, არ გინდა კარგად იყავი, ანუ საკმაოდ კონკრეტული და კატეგორიულია. ნახოთ გრძნობა. გრძნობა და რა ვის არის? თითქმის, ანუ ამდენი არკანებია და ერთი თასი მაქვს მარტო ისიც ფიქრებში. ეს არის გრძნობა, როცა შენ მას რაღაც პერიოდებში თავდაყირა აყენებ, მაგრამ სისტემატიურად არა. დიდი ხანია ეს გრძელდება. მე ვიტყვი იმას, შეიძლება ძალიან ბანალური და გაცვეთილი იყოს ეს ყველაფერი და შენ მისთვის მნიშვნელოვანი ხარ, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. მნიშვნელოვანი იმიტომ ხარ, რომ ჯერ ეს კარმული ურთიერთობაა, მერე მეორე რაღაცნაირი ზაფი უხილავი თქვენში არის და არსებობს. რა თქმა უნდა, თუ კონტაქტობა ურთიერთობაში და თუ კონტაქტია ურთიერთობაში, მით უმეტეს არსებობს. მით უმეტეს ყველაფერი მიზეზშედეგობრივია, რაც დათესეთ ის მოიმკით. ამიტომ გრძნობა. სტაგნაცია გრძნობაში, მაგრამ შიგადაშიგ ანერვიულებს თქვენი არსებობა, კონკრეტულად ეს არის ეჭვიანობა.
რაღაცას რო ვერ აკონტროლებს, ემოციას რო ვერ აკონტროლებს, ფიქრს რო ვერ აკონტროლებს, ძალიან ღიზიანდება და ბრაზდება. მით უმეტეს გადაწყვეტილი რო აქვს, რომ მე ჩემი გზით მივდივარ და შენ თუ არ გაწყობს მე რაც მინდა და როგორც მინდა, კარგად იყავი, ხო? ხო ბრძანა ასე, მაგრამ მაინც აწუხებს ეს როგორ რაღაცა იცი? ხასიათის გამომჟღავნება მე გამოვხატავ ჩემს და რისკავს ამ ხასიათის გამოხატვაში. რისკავს იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, არც თქვენ არ გაეკიდებით, ამიტომ ცნობაში ასეთი ამბებია. ქაოსი ვერ ისვენებს, არის შფოთში. ნახოთ ერთი მისი მოქმედება, როგორი კარტებია, მერთო ჩემო. გულგატეხილია, თქვენს გულგატეხილი ხართ, რაღაცა აქ არ მომწონს მე ვითარება, რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ ვითარება არ მომწონს. იცი როგორი მოქმედება, რას ამბობს მოქმედებაზე, რა უნდა მოხდეს, რომ მართლა რაღაცა სიახლე და შემოთავაზება მომინდეს. რა უნდა მოხდეს, რომ მე დამაინტერესოს. აქ ერთმანეთის მიმღებლობაში და გრძნობაში კი არა კიდე საქმე. აქ კიდე სხვა ცხოვრებისეული საკითხებიც ტრიალებს როგორც ჩანს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის. ისე მინდა ვთქვა, რა თქმა უნდა, შევეხოთ ყველანაირ სფეროს და ერთ-ერთი მისთვის მნიშვნელოვანი არის მისი პირადი ცხოვრება, კი არა, კარიერა, ну პირად ცხოვრებასავით პირველ ადგილზე არა, პირველ ადგილზე ხوار წესით პირადი, მაგრამ ამას ყველაზე მნიშვნელოვნად აქვს პირადად მაგივრად კარიერა და მისი ინტერესები. ვის როგორი ინტერესები აქვს, ყველას ხო კარიერა ვერ ექნება, მაგრამ რაღაცა მაინც. მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანია მისი სივრცე, მისი სამეგობრო, შეიძლება მისი რა ვიცი მე რაც აქვს და მოკლედ რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ დაინტერესოს, რომ რამე გააკეთოს. ისე მაქსიმალურად იკავებს თავს. მაქსიმალურად. ამ ადამიანს ხელს უშლის თავისი ხასიათი. ძალიან კარგად ხდება თვითონაც, მაგრამ არ აღიარებს ამ ყველაფერს. მესამე ფაქტორებსაც შეეხება, თუ ამ ურთიერთობაში მესამე ფაქტორებია, იცოდეთ, რომ ეს სიტუაცია შენარჩუნება და ამაზე არ მუშაობს ადამიანი, მაგრამ მესამე ფაქტორებიც რო არ იყოს რაღაცა თქვენი მოლოდინები გაბზარულია. თქვენ ორივე თავისებურად ერთმანეთზე გულგატეხილი ხართ. მე ამ სიბრაზდან გამომდინარე ესე ვიმჯელებდი, რომ გაუბრაზდი და დაგასწარი მე ვარ მართალი. ამით თავს იცავს ადამიანი და ვინც საერთოდ გაბრაზებულ მდგომარეობაშია, იმას ყოველთვის სათქმელი აქვს, მაგრამ გაბრაზებაში მალავს. იმიტომ რომ ამით დროს წელობს ადამიანი. თუმცა თუ მაინც გაინტერესებთ, წერტილია თუ პაუზა, რა თქმა უნდა პაუზაა, მაგრამ პაუზასაც გააჩნია. თუ არ მოაგვარეთ, ისე დაიწყება ყველაფერი. მე ყველას გელოდებით კომენტარებში და მდროებით.